დღეს მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ჰამასის და ღაზაში მოქმედი ყველა სხვა შეიარაღებული ჯგუფის სრული განიარაღების შესახებ. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. მაგრამ რას ამბობს ჰამასი? ნახეთ ეს. ჩვენ ვისაუბრეთ მძიმე იარაღის შენახვაზე ეროვნული კომიტეტის პასუხისმგებლობით. წერტილი და მორჩა. სხვა არც ერთ ტერმინზე არ გვისაუბრია, არც განიარაღებაზე და არც არაფერ სხვაზე. ოკუპაციისგან მიწის გათავისუფლების საკითხი და პალესტინური ეროვნული ერთობის შექმნის საკითხი. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ვიმუშავებთ და მუშაობას გავაგრძელებთ. ასე რომ, ეს არის შეთანხმება. კარგი? თქვენ მოიშორებთ მძიმე შეიარაღებას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაკეტებს. მაგრამ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ თავდაცვითი იარაღი, რომელშიც შედის კალაშნიკოვები და RPG-ები. მაშ, რაზე ვსაუბრობთ ზუსტად, როცა ამბობენ, რომ ეს განიარაღებაა და მათ ამნისტია ეძლევათ. ამნისტია რომ დარჩნენ სექტორში. ჩვენ ვიცით, რომ ისინი არ განიარაღდებიან, ასე რომ მთელი ეს პროცესი უბრალოდ უაზრობაა და სამწუხაროდ ეს ისაა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ხშირად აკეთებს, როცა ჩანს, რომ აღარ იცის რა გააკეთოს. გულისხმობ ჰამასმა პირველივე დღიდან, როცა მან 20 პუნქტიანი გეგმა წარადგინა, განიარაღება უარყო. ჩვენ ასევე არ გვაქვს საქმე ჰამასის უკანდგომ პიროვნებასთან და ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ეხლა ვიცი, რომ ამაზე სხვადასხვანაირი აზრი არსებობს, მაგრამ იგივეა. ვგულისხმობ სულ მცირე ამ ეტაპზე იმაზე დაბრუნებით, რაც ეხლა ვიცით. პრეზიდენტ ტრამპ არ დგამს ნაბიჯებს მათი პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით და არც საერთაშორისო საზოგადოება აკეთებს ამას. და ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გველის თავი. და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ჰამასი დასუსტებულია და როგორც მე ამას ვხედავ, ასეა. კიდევ ერთი ზამთარი მოდის. გონია რომ თითქოს სამეფო კარის თამაშები მოდის. ეს დრაკონების გარეშე სამეფო კარის თამაშებია. კიდევ ერთი ზამთარი მოდის. ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მილიონი ადამიანი კიდევ ერთ ზამთარს კარვებში შეხვდეს. ასე ვხედავ მე ამას. და მათ სურთ, რომ აღდგენისთვის ფული შემოიტანონ, მაგრამ აღდგენას ჰამას ვერ ანდობენ. ამიტომ მათ უნდა გააკეთონ ისე, თითქოს ჰამასი აღარ მართავს არაფერს. ასე ვხედავ მე ამას. მე ასე ვხედავ ამ ყველაფერს. მაპატიეთ თუ ამას ხელაღებით ვამბობ და არ მინდა ეს შეურაცხყოფელად ჟღერდეს ღაზას მოსახლეობის მიმართ. მაგრამ რატო ვდარდობთ ღაზას მოსახლეობაზე, თუნდაც მილიონი ადამიანი ცხოვრობდეს კარვებში ზამთარში, როდესაც 92 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ისლამისტური ტერორისტული დიქტატურის ქვეშ, რომლებიც სხვათა შორის არც ენერგია აქვთ, არც წყალი, არც ის ელემენტარული პირობები, რაც მათ ირანში ცხოვრებისათვის სჭირდებათ. ეს ყველაფერი ხდება რეჟიმის გამო, რომელიც რესურსებით მდიდრ ქვეყანა რესურსებით მდიდარ ქვეყანაშია. რადგან არ აქვს ისინი მნიშვნელობა, მაგრამ უცებ ღაზაში მცხოვრები მილიონი ადამიანი კი მნიშვნელოვანია.